ვიდეოში მე გაჩვენებთ, როგორ შევქმენი ვიზუალური კონტენტი და ანიმაციები 8 სხვადასხვა AI ვიდეო გენერატორის მეშვეობით. ჩვენი მიზანია ვიდეოს დასასრულს გავარკვიოთ და დავასახელოთ, რომელია საუკეთესო პროდუქტი ამ კატეგორიაში. ექსპერიმენტისთვის ყველა პლატფორმაზე ერთი და იგივე პრომპტი გამოვიყენე. იმისათვის, რომ ეს ყველა ვიდეო თქვენთვის ძალიან მარტივად მეჩვენებინა ერთ სივრცეში, შევქმენი სპეციალური გამარტივებული workflow. ამ workflow-ს ლინკს თავად ნახავთ ვიდეოს აღწერაში. სანამ ექსპერიმენტზე გადავალთ კი, არ დაგავიწყდეს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. დავიწყოთ პირველი და შედარებით მარტივი მაგალითით, სადაც პრომპტში ვხედავთ, რომ მამაკაცი ზის წვიმიან პარიზულ კაფეში, ყავის ჭიქიდან უნდა ამოდიოდეს ორთქლი და მოულოდნელად პერსონაჟს ურეკავს ტელეფონი და ეს ზარი უნდა იწვევდეს მასში გაკვირვებას. საკმაოდ მარტივი პრომპტია, მოდი ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება თითოეული პროდუქტი. ამ მაგალითისთვის ერთმანეთს ვადარებ 6 პროდუქტს. პირველი პროდუქტი, როგორც ხედავთ, არის Veo 3. Veo 3 მომწონს ვიდეო, ძალიან რეალისტურია, ეს ყავაც, წვიმაც, ემოციაც ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად არის გადმოცემული, თუმცა არ ჩანს ვიდეოში ის, რომ რეკავს ტელეფონი. გადავიდეთ Sora 2-ზე, რომელიც არის ახალი ინოვაციური პროდუქტი და ძალიან დიდი ამბები და აჟიოტაჟი გამოიწვია მის ჩაშვებამ, ესე რომ ვთქვათ, ბაზარზე. როგორც ხედავთ, Sora-საც Google-ის მსგავსად აქვს ხმა, აუდიო. Sora-ს ვიდეო უკვე კაფეს გარედან გვაჩვენებს მოქმედებას. ემოცია ამ პერსონაჟის უფრო მომეწონა ვიდრე Veo 3-ის, მაგრამ ვერ ხვდები რატომ აქვს უსადი გრძელი კისერი ამ პერსონაჟს. ორივე ვიდეო ჯერჯერობით ძალიან მომეწონა. გადავიდეთ Sidance-ზე. Sidance Veo-სგან და Sora-სგან განსხვავებით ხმის ფუნქციონალი არ აქვს და იმედებით გამიცრუა სამწუხაროდ. მამაკაცი დგას კაფის გარეთ და ტელეფონიდან ეს რაღაც კაფეში შემოდის, ცოტა გაუგებარი არის, მოკლედ აქ რა ხდება, მაგრამ რახან ეს პერსონაჟი ცოტა ჯო გოლდბერგს მახსენებს, შესაძლოა მხოლოდ ამის გამო არ დავაყენო ბოლო ადგილზე. ვნახოთ სხვა პროდუქტები როგორ შედეგებზე გაგვიყვანენ, ჯერჯერობით Sidance ყველაზე ნაკლებად მომწონს. ახლა ვნახოთ Minimax-ი. Minimax-მა დაიწყო არაჩვეულებრივად, მაგრამ ბოლოსკენ ცოტა ემოცია დამაკლდა, თან ვისელაპარაკება აქ ბოლოს გაუგებარია, თითის მოძრაობაც დიდად არ მომწონს, არაფერ შუაში არ არის. Minimax-ი Sidance ჯობს, ბუნებრივია, თუმცა ჯერჯერობით Sora და Veo-s დონეზე ვერ არის. ეხლა ვნახოთ Moonwell-ი. არ მომეწონა არც ფერები, არც დიდად მოქმედება, ჭიქას საერთოდ ბოლი ასდის, არ ვიცი. ჯერჯერობით Moonwell-ია მგონი ყველაზე ცუდი ანიმაციით. არ მომეწონა. ვნახოთ Kling-ი და მგონი ბოლო პროდუქტი არის ამ მიმართულებით, ამ მაგალითში. Kling-ის გარემოც, პერსონაჟიც, ყველაფერი ძალიან კარგია. ერთადერთი დამაკლდა მობილური ამ ვიდეოში, მაგრამ საბოლოო ჯამში Kling-ი ვფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო. პირველი მაგალითის შეჯამება რო გავაკეთო ძალიან მოკლედ, ვფიქრობ, რომ Veo 3, Sora 2 და Kling-ი ნამდვილად იმსახურებენ პირველ ადგილზე ყოფნას. ბოლო ადგილზე დავაყენებ Moonwell-ის და Sidance და Minimax მოვაქცევ შუაში. თუ არ მეთანხმებით ამ განაწილებაში აუცილებლად დამიკომენტარეთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, თქვენ როგორ გადაანაწილებდით ადგილებს ჩემს მაგივრად და სანამ შემდეგ მაგალითზე გადავალთ, გახსენეთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. მეორე მაგალითისთვის, პრომპტში როგორც ხედავთ, ვიდეო უნდა იყოს ბავშვებზე, რომლებიც არიან skate park-ში და კატაობენ. თითოეულ მათგანს უნდა ეცვას მაისური ქვეყნის დროშით ან ქვეყნის სახელით, ანუ მათი წარმომავლობის ქვეყნის სახელით. ერთ-ერთი მათგანი უნდა ასრულებდეს რაიმე ილეთს skateboard-ით და კამერა ამ მოძრაობის პარალელურად უნდა ტრიალდებოდეს 360 გრადუსით. და ბოლოს ბავშვები უნდა ამხნევებდნენ მას, ვინც ამ ილეთს აკეთებს. მოკლედ, შეიძლება ცოტა რთული პრომპტი მოგვეჩვენოს, მაგრამ მგონია, რომ ძალიან მარტივია. მოდი ვნახოთ, რა ვიდეოები მივიღეთ. მოდი პირველი ვნახოთ Veo-s შედეგი. მგონი, რომ იდეალური ვიდეო გამოვიდა, ძალიან მომწონს, ანუ ფერებიც, კონტრასტიც, მაისურებიც გადასარევად არის დასმული. ერთადერთი რაც დამაკლდა არის ეს 360-იანი ამოტრიალება კამერის. ძალიან მაინტერესებდა როგორ გაართმევდა თავს, მაგრამ ძალიან ლამაზი და ესთეტიური ვიდეო გამოვიდა, ესე ვფიქრობ. ახლა რაც შეეხება Sora-s, სიმართლე რომ გითხრათ, Sora-სგან უფრო მეც მოველოდი.
ზოგადად სორა გამოირჩევა იმით, რომ მაქსიმალურად რეალურთან მიახლოებული ვიზუალები აქვს როგორც ფოტოს დაგენერირების დროს, ასევე ვიდეო გენერაციის დროს. მაგრამ ეხლა ეს პერსონაჟები მულტფილმებს გვირებს უფრო გვანან, ვიდრე რეალურ ბავშვებს, თან ილეთიც ვერ შესრულდა, როგორც ხედავთ. მოკლედ ცოტა სორაზე ამ ნაწილში იმედები გამიცრუდა. მაგრამ როგორც ვიცი და დარწმუნებული ვარ, image to video კატეგორიაში და სეგმენტში სორა გაცილებით უფრო ძლიერი იქნება. ახლა გადავიდეთ შემდეგ ვიდეოზე, ანუ Sidence-ზე. Sidence-ის მოძრაობა მომწონს სხვათა შორის, ფერებიც კარგია, მაგრამ ამ ჰიბრიდულ დროშებში რომელი ქვეყნის დროშებს ხედავთ, დამეწერეთ კომენტარებში. ეს ბოლოს ეს ბიჭიც სკეიტზე დადის თუ კატაობს დროშება, არ ვიცი, მოკლედ არ გავგიჟდი Sidence-ზე, მაგრამ წინა ვიდეოს გაცილებით ჯობია, წინა მაგალითის ვიდეოს გულისხმობ. გადავიდეთ Minimax-ზე. Minimax-მა კარგად აღიქვა დროშების ამბავი, მაგრამ თვითონ გრაფიკულად დიდად არ მომწონს. ილეთს ასრულებს ეს ბავშვი, საბოლოო ჯამში არის კარგი, მაგრამ არა პირველ ადგილზე დასაყენებელი ჩემი აზრით. ახლა ვნახოთ მუნველი. ძალიან ბევრ ხარვეს ვხედავ, საერთოდ დავიწყო თუ არა ამ ხარვეზებზე საუბარი, არ ვიცი. დადებითზე, რაზე შემიძლია კონცენტრება არის ის, რომ გარემო და ფერები არის ლამაზი. დანარჩენი მუნველი ძალიან ცუდია. არ მომწონს. და ბოლოს კლინგი ვნახოთ. კლინგიც იდეალურია ჩემი აზრით. ერთადერთი მაისურებზე ქვეყნების გამოტანა ვერ შეძლო დროშების და სახელების სამწუხაროდ, მაგრამ დანარჩენი ყველაფრით იდეალურია, გრაფიკულად სორაზე მეტადაც კი მომეწონა. როგორც ხედავთ, მეორე მაგალითზე ვერც ერთმა AI-მ ვერ მოახერხა 360 გრადუსით მოტრიალება კამერის, რაც ცოტა გამიკვირდა სიმართლე რომ გითხრათ. რაც შეეხება ადგილებზე გადანაწილებას, ვფიქრობ, რომ პირველ ადგილზე აუცილებლად უნდა იყოს Veo 3 და კლინგი. ბოლო ადგილზე ცალკეულად დავაყენებ მუნველის, ხოლო მეორე ადგილზე მოვათავსებ სორას, Sidence და Minimax. გადავედით ვიდეოს მეორე ნაწილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო AI გენერატორს მივაწოდებ არა მარტო პრომპტს, არამედ ფოტოსურათსაც. ეს სურათები მომიპარე სხვათა შორის სორადან. ჩვენი პირველი პრომპტი არის ასეთი: მამაკაცი აჭენებს ბეჰემოტს. უეცრად ეს ბეჰემოტი უნდა ტრანსფორმირდეს რობოტად, აფრინდეს ცაში, გააკვირვოს და გაოცებული დატოვოს პოლიციელები და ასევე უნდა ტოვებდეს ცისარტყელის კვალს. ძალიან მაინტერესებს, რომელი პროდუქტი როგორ გაართმევს თავს. დავიწყებ სტანდარტულად Veo 3-ით. Veo-ზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ნამდვილად 10-დანათია, მაგრამ აქვს ერთი მინუსი, არც მამაკაცის და არც პოლიციელების სახეები დიდად არ მომწონს, თუმცა ექშენის ან მოქმედების კუთხით იდეალურია. სორაზე აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ უარი მითხრა ამ პრომპტით ვიდეოს დაგენერირებაზე, ალბათ არ მოეწონა სცენარი ან პოლიცია რო იყო ნახსენები პრომპტში, არ ჩავძიებულ ვარ, თუმცა ამ ვიდეოს გამოტოვებს ასე რომ ვთქვათ ჩვენი სორა. რაც შეეხება მუნველის, მოდი ვნახოთ როგორ გაგვიცრუებს ამჟამად იმედებს. აი მუნველი არის ჩარჩენილი იმ ეპოქაში, როცა Will Smith-ის AI-ის ჭამის ვიდეოები იყო გავრცელებული. რამდენიმე წლის წინ. ხარისხი არის ზუსტად იმ დონეზე. თითქოს მას შემდეგ AI საერთოდ არ განვითარებულა ამათთვის. ყველაზე მეტად მიკვირს ის, რომ მუნველი ამ პროდუქტებს შორის არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი. ანუ ეგ მაგიჟებს თორე შეიძლება რომ ვთქვათ არ იყოს რაღაცა სასწაული ხარისხის, მაგრამ ძვირია. მგონი რიგით არის მეორე ამ პროდუქტებს შორის. Image to video ნაწილში Sidence-ის ნაცვლად დავამატე Won 2.5 და Hixfield-ის პროდუქტები და მოდი ვნახოთ რომელი როგორ გაუმკლავდება. Hixfield-ით დავიწყებ. Hixfield-ზე დიდად არ გადავირიე. ძალიან ცუდიც არ არის, შესაძლოა პირველი რომ ენახა სხვა ვიდეოებამდე უფრო მომწონებოდა, მაგრამ სხვებთან შედარებით არ მომწონს, ტრანსფორმაციას არ ხდება ჩემი აზრით ისე როგორც საჭიროა. პირველ ადგილზე დასაყენებლად ნამდვილად არ გამოდგება. ეხლა გონი ვნახოთ. ყოველთვის გონია რომ იდეალურად გაართვა თავი, მე პირადად შენიშვნები მონთან ნამდვილად არ მაქვს. ახლა ვნახოთ Minimax-ი. Minimax-იც ძალიან კარგია, ერთადერთი, რასაც ვერ ვხედავ, არის პოლიციელების გაკვირვებული სახეები, დანარჩენი ძალიან კარგად შეასრულა ეს დავალება. და ბოლოს ვნახოთ კლინგი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კლინგი, როგორც ასეთი ცალკეული პროდუქტი ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენებ, აქ რაღაც დაემართა. ამ დავალებაში რაღაც დაემართა. არ ვიცი რატო გადააქცია ეს კაცი ჰიპოსაბჯრად, ცოტა მგონი ავიჭერით დავალებაში, თუმცა სხვა მხრივ გრაფიკაც მოძრაობაც ექშენიც ყველაფერი მომწონს. რომ შევაჯამოთ ეს მაგალითი ჩემი აზრით უპირობო ბოლო ადგილის მფლობელი გახლავთ მუნველი და აქვე გავუშვებ ჰიქსფილდსაც. ჰიქსფილდიც არ მომეწონა. შუაში მოვაქცევ კლინგს და ვიოსამს და პირველ ადგილზე დავაყენებ მინიმაქსის და 2.5-ის მოდელებს. გადავედით შემდეგ და ჩემს საყვარელ დავალებაზე. მოცემულ დავალებაში აი ამ ფოტოსურათისა და პრომპტის მიხედვით AI-მ უნდა დააგენერიროს ვიდეო, სადაც მაგიდასთან სხედან ამ კატის გარდა სხვა კატებიც ფერად და ელეგანტურ ტანსაცმელში გამოწყობილნი, მოულოდნელად სცენარში უნდა მოფრინდეს მულტფილმის გმირის ჩიტი და მოიპაროს პასტა. მოდი დავარღვევ ცოტა ტრადიციას და ვიოსმაკივრად ჰიქსფილდით დავიწყებ. ძალიან არ მომწონს სამწუხაროდ წინა პრომპტით ხო დიდად არ მოვიხიბლე, მაგრამ ამან ვფიქრობ, რომ უფრო ჩამოალაბორანტა ჰიქსფილდი. არადა ცალკეულად ესე გამომიყენებია და თქვათ ესეთი ცუდი შედეგები არ დაუდია ნამდვილად. მინიმაქსი ვნახოთ. აქ მგონი ჩვენი კატა ძალიან განწირულად ყვირის, მაგრამ ყველაფერი არის იდეალურად. მინიმაქსი მგონია, რომ არის ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტი ამ სიაში, რაც მისგან მაკლია, არის ხმა ვიდეოს პარალელურად. აი მაგალითად სორას და ვიოსამს ხო აქვს, მაგრამ აი ხმა რო არ აქვს მინიმაქსის ვიდეოებს, ეგ რაღაცას ცოტა უკარგავს სამწუხაროდ. კლინგი ვნახოთ შემდეგი. კლინგიც მშვენიერია, მიუხედავად იმისა, რომ ჩიტმა თებში პირდაპირ გადასანსლა და კატები ცოტა გაურკვევლად სხედან მომწონს, ძალიან კარგი და საპირველ ადგილო ნამდვილად არ არის, მაგრამ საშუალო დონის არის მოკლედ. და მუნველი ვნახოთ ისევ. ისევ შემდეგი იმედგაცრუება. მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. ვნახოთ სორა 2, ძალიან მაინტერესებს. ვფიქრობ, რომ სორას ვიდეო არის ყველაფრით 10-დან 10. მოქმედება, ვიზუალები, ყველაფერი ძალიან მომწონს. თან თუ დააკვირდებით, ფერები, კატები ზუსტად იმ ფორმატში არის, რა ფორმატითაც ფოტო მივაწოდე და ჩიტი უკვე არის მულტფილმის გმირი, როგორც იყო რეალურად ჩემს დავალებაში ნახსენები. ანუ მგონია, რომ მართლა უზუსტესად აყიქვა ჩემი დავალება. დარწმუნებული ვიყავი, რომ image to video ბავშვის ორა ნამდვილად არ გამიცრუებდა იმედებს. ხმაც რა თქმა უნდა იდეალურად ავსებს ვიდეოს. და ბოლოს ვიოსამზე გადავიდეთ. ვიოსამის ვიდეოც მომეწონა, მაგრამ ხარვეზებს ალბათ თქვენს ხედავთ. ფერები დიდად არ მომწონს, სიმართლე რომ გითხრათ, ზედმეტად კონტრასტული და ყვირალო ფერები არის. უფრო ნაკლებად ესთეტიური არის ჩემი აზრით ეს ვიდეო სორასთან შედარებით. ნუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნამდვილი მფლობელი პირველი ადგილის ამ ანიმაციაში არის სორა და სხვანაირად არ განიხილება. ცალკეულად დავაყენებ პირველ ადგილზე, ბოლო ადგილზე იქნებიან ჰიქსფილდი და მუნველი და შუაში მოვაქცევ დანარჩენ პროდუქტებს. იმედია მეთანხმებით ამ გადადანაწილებაში, თუ არ მეთანხმებით, აუცილებლად გამიზიარეთ თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას. და ბოლოს მივედით გრანდიოზულ ფინალამდე. ვიდეოს განმავლობაში გავცხრილე ყველაზე ნაკლებად ეფექტური ინსტრუმენტები და დავტოვე მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებშიც ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს ფულის გადახდა. ფინალში კი მათთვის მოვამზადე შემდეგი სახალისო დავალება და სცენარი არის ასეთი. უცხო პლანეტელები მიდიან მანქანით და უეცრად გადააწყდებიან ღია ცის ქვეშ ივენტს და DJ-ს. ადამიანები ცეკვავენ, ერთობიან, უკან არის ფეიერვერკები ცაში, უცებ ერთი ადამიანი უყვირის უცხო პლანეტელებს, რომ აი მოდი შემოგვიერთდით, რაღაც მსგავსი იქნება მოკლედ ვიდეოში და ერთ-ერთი უცხო პლანეტელი ამ დაძახილის მერე დგება და საცეცილოდ იწყებს ადამიანებთან ერთად ცეკვას. დავიწყოთ მინიმაქსით. მინიმაქსი ძალიან მომეწონა სხვათა შორის. მინიმაქსი ძალიან კარგია, მომწონს. One stretch შეეხება.
dance with us. Get მგონი მინი მაქვს ბევრად ჯობს, თან ხმოვანი გაფორმებაც რა თქმა უნდა მოქმედებს და უფრო საინტერესოს ხდის ვიდეოს. ეხლა კლინგი ვნახოთ. ეხლა კლინგი უფრო მომწონს ვიდრე წინა ორი ვიდეო. მგონია რომ ყველა ვიდეო მომწონს, ძალიან გამიჭირდება საუკეთესოს გამოვლენა. with us. მოდი სორაზე გადავიდეთ. სორამ რატომღაც საწყის ფოტოდ არ გამოიყენა ის ვიდეო, რაც თავიდან მივაწოდე. მაგრამ ამის გამო ვერ გამსჭი, იმიტომ რომ იდეალური ვიდეო დააგენერირა. აი, ალბათ VO3-იც ვნახოთ. VO ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია დღევანდელი მაგალითების მიხედვით ერთი საუკეთესოს გამოვლენა. ძალიან ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული რეალურად რომელი პროდუქტი მოერგება თქვენ საჭიროებებს. მოდი ვიდეოს დავასრულებ რეკომენდაციებით და გეტყვით, რომ ჩემს შემთხვევაში თუ ვთქვათ მაქვს მხოლოდ პრომპტი და პრომპტის მიხედვით მინდა ვიდეოს დაგენერირება, გამოვიყენებ Google-ის VO3-ს. თუ კი ფოტო მაქვს და ფოტოთი მინდა ვიდეოს დაგენერირება, გამოვიყენებ Sora-ს და თუ კი მინდა მინიმალური გადავიხადო პროდუქტში, გამოვიყენებ Minimax-ს. დღეისათვის სულ ეს იყო. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ რომელ ხელსაწყოს იყენებდით და რომელი პროდუქტი მოგეწონათ ყველაზე მეტად ამ ვიდეოს ყურების შემდეგ. ასევე შემომთავაზეთ იდეები, რომელი პროდუქტების განხილვა და შედარებები იქნება თქვენთვის საინტერესო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად უნდა დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. მე კი რა თქმა უნდა შემდეგი ეპიზოდით დაგიბრუნდებით ძალიან მალე.